დილამშვიდობის ამაგისავებით ყველას ეთერშია ტოროლა და მშვენიერი მზიანი დღე გათენდა დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე წარმატებული იქნება, მოდი იმ შემთხვევაში თუკი თქვენ თავად მოისურვებთ ამას და დღეს წარმატებულად წარმართავთ. მოკლედ, ჩვენ როგორც ყოველთვის ყოველ დილას დავდივართ ექსკურსიებზე ქალაქის სხვადასხვა ადგილებში, სადაც საინტერესოა მისვლა და სადაც ვნახულობთ თუ როგორ იღვიძებს ჩვენი ხალხი, ჩვენი მუშათა კლასი და საერთოდ ზოგადად დედაქალაქი. და დღეს მე გადავწყვიტე მომენახულებინა ადგილი, სადაც დავუშვათ კერავენ და ადამიანების ჩაცმულობაზე ზრუნავენ და ერთ ასეთ ადგილს მოვაგენი კიდევაც, ეს რომ პირველი კლიპის ნახვის შემდეგ დავბრუნდეთ და დავიწყოთ უკვე სრულფასოვანი ტოროლა და კიდევ ერთხელ გეტყვით დილამშვიდობისას. მოკლედ დილამშვიდობისას გეტყვით, რა თქმა უნდა, ყველას და მომედი ერთ ძალიან საინტერესო ადგილას, სადაც ვნახავთ თუ როგორ კერავენ დილიდან ადამიანები და ტუკ. გამარჯობა. დილამშვიდობისა, სად მოვედით? რაღაც საინტერესო ადგილას შემოვედით, მე მგონი ჩვენა. თქვენ ვინ ბრძანდებით? მარინა ხორავა. დიზაინერი ხარ? დიახ. სასიამოვნო, ეს არის თქვენი სალონი. ეს ჩემი სახელოსნოა, სალონი. რა მაგარი კაბებია. რაც აქ შემოვედი, ისეთი საბეჭდილება გამიჩნდა, რომ მოვედი სადაც რომელიღაც ზღაპარში. ფიფქია და 7 ჯუჯას დედინაცulis გარდერობში შემოვედი. და საინტერესო თქვენ თვითონ აკეთებთ ამას თქვენი ხელი? მე მყავს კერავები, კარგავები, ვინც ასრულებდა. შევსრულებდეს. არა, იდეა თქვენ გიკუთვნით, ხო? და ასიამოვნებიც. მონარქიული რეჟიმი ხო არ ბრუნდება საქართველოს? ცუდი იქნება. არა, მშვენიერი, მაგრამ არ მგონია რაღაც ესეთი ტიპი ტანსაცმელი ჩაიცვან, მე ეს უფრო ალბათ თეატრში გამოდგებათ, ხო? აი უფრო თეატრალურია, ხო, ეს რაღაც ან საკონცერტო, აქეთ საკონცერტო. მაგრამ იცი კაია, ეხლა ჩემს იმაში, რა ქვია, წარმოსახვაში დედოფალი მაგალითად ასეთ ტანსაცმელს ეხლა 8 წვიას დავუშვით, ჩვეულებრივად თანამედროვედ. ვერაც თანამედროვე დედოფლის ტანსაცმელს იქნება. ვერ აღვიქვამ ხოლმე როგორც ნამდვილ დედოფალს. აი მასშტაბური კონცერტი. ეს ვიცი, მე მგონი ეს კაპა ეს სხვა მას ხო ხატია ელის ბარაშვილი. ეს უბრალოდ შვენიერი მაგდილოსანია. რამდენია სიმაღლეში? სიმაღლეში რამდენი ხართ გოგონა? აშკარად მაღალია. ჩვენს ოპერატორს მოეწონა მინდა გითხრათ. თქვენ რომ ასეთ ცოლი მინდა ყავდესო, მაგრამ მე შენ საიღე ამირან და როგორც პიგმალიონი გააცოცხლე ეს შვენიერი მაგდილოსანი და შევიდე მე. მოკლედ ახლა თქვას რომ კლიპს ნახავთ ეთერში. არა, კლიპი. დრამე ქვია სახელოსნოს? სახელოსნოს არაფერი, ჩემი სტუდიას ან სახელოსნოს არაფერი. ეხლა ახალი კოლექცია მზადდება ხო როგორც მე? ძველი და ახალი კოლექცია. მე ესეთი თემატურია თუ როგორ? თემატური უფრო საღამოს კაბები იქნება, უფრო საკონცერტოები, საპატარძლო მეჯვარეებისთვისაც. და საბანკეტოები, საღამოს კაბები. ძალიან მაგარია. პროფილი ჩამოშევრებია და ეს არ არის ყოველდღიური ხმარებისთვის. ეს ბისერებით. ბისერებით ეს ის მეჩვენთან ყველაფერთან კეთდება ჩვენ და ფაქტობრივად ვყიდულობ მხოლოდ ქსოვილს. ეს მაგალითად რომელსაც ზღაპრის გმირს მოუხდება. რაღაც ზღაპრებში გადავარდი ძალიან. ეს მოუხდება კონგიას. პირველ ჯერზე რო წავა იმაზე, პრინცის შესახვედრად. ბალზე. ეს ქუდებით მოყვება თან არა? ეს ქუდი დამახურეთ. რა? მოგრებულია. კარგი. ეს რებია. ეს ძალიან საინტერესოა ეს. ამას რო ხარ ჩაიცვენ, ყველა მივედი ეს გავუკეთებს. მასალა პრობლემები ჩასახდით. არა, მე იმას ვამბობ, რომ საინტერესოა იმის, რომ ყურადღებას მიიზიდავს ამ ადგილებში და ყველა მივა და სახას მოკიდებს. და გავშხელი. ეს ძალიან მომწონა. მე რო დედოფალი გავხდები. შენ გახდი? დედოფალი. თავი გავხდები. საკონცერტო. აჰა. ზურგია ფაქტიურად უფრო საინტერესო ვიდეო. და თქვენთვის დილა როგორ იწყება?
დილა იწყება შრომით, შუადღეს გრძელდება შრომით, თარდება შრომით. ეს გუგლ არ მოგეწონა ოპერატორო. ეს იგივე ვარიანტი, ოღონდ ცოტა ტუჩები აქვს გახსნილი, შეღებული ესე. ორიგინალური. აბა. გადავირიებთ. საერთოდ დასაფარგე ზამში თავის თავადანებისთვის და რაღაც მე ტექნოლოგიური ხარისხით. ეს რა ქუდია? ეს აი მოდი გაჩვენებ კოსტიუმს. ეს ვისი კოსტიუმია მაგალითად? ვიცი. ასწავლი საღამოთვის. საღამოს კონცერტო საღამოს. და ჰემინგუეი მოგწონს თქვენ? მეგარს. იმიტომ გაქვთ მისი სურათი. აბა კიდევ ვინ? ნიჩენი ყორცალი. მისი სურათია და მარტო. არა, მაგრამ ვიშოვი და გახდები. I think ჰემინგუეი უპირატესობით სარგებლობს ამ სალონში. აშკარად. გასაგებია და თქვენი საყვარელი დიზაინერი ვინ არის? მიუგლერი, იუდაშკევი. ნუ უნდა მივხვდეთ რომ იუდაშკევი. ხო, მე მაგიტომ ვიკითხე, იმიტომ რაღაც ქუდებს რო შევხედე, უცბად იუდაშკევი გამო. დიზაინერებისთვის საყვარელი დიზაინერი ასევე პროფესორი. ეს რა ოთახია საერთოდაც, სად შემოვედი ხო ჩვენ? ეს ჩემი სალონი, ანუ წინა ნაწილი კი სახელოსნო, სადაც ეს იქნება და იქ. და აქ ვისთვის არის კაბები? როგორ ვისთვის? ეს მე მგონი საპატარო ზლოებია, ხო? საპატარო ზლოებია, ეს მეჯვარეები, ესენი მეჯვარეები. ესენი არიან მეჯვარეები. ნუ აი თქვათ უფრო სადაკაბისთვის, საფაფო. ისაც ფერადი საპატარო, თეთრებიც მაქვს ესე. ხო. ეს რაღაც იმას გავს. ისეთ რას მაგონებს? ტორადორების ტანსაცმა. გავს ხო? ანუ რა ქვია ტორადორების ტანსაცმა? აი ის ფილმი იცით? რა ქვია იმას? ესაუბრე მას, თუ იცით ესეთი ფილმი. ალმოდოვარის ფილმია, ესაუბრე მას და იქ არის ქალი ტორადორი და იმასაც ვთქვი ძალიან ლამაზი. რაღაც რა ქვია ეს ტორადორის ტანსაცმა ზედას? ბოლერო. ბოლერო მართალია. როგორია? ამიტომ მოშინების ის კონტრასტული ფერი დავდო ჩვენსე. მას თავის ჩეკით აგერ არის წამს. ნუ მაგ შავი. ეს შედარებით სადა შავია და დიდად დატვირთვის გამოყვანილი გამისთვის. თქვა და ეს ცოტა სხვა სტილი. ეს უკვე ეს კი თქვენ ნაქარგები მოგწონთ მე მივხვდი. ნახო, აი რომ ვიმუშაო, მე არ მაქვს მაყოფილებს ქსოვი. მიუხედავად საკმაოდ ძვირადღირებული ქსოვილებია, ჩემთვის არ არის საკმაოდ. ესე კი, მაგრამ უხდება ისე ცოტა უფრო სერიოზული პატარს ვარ. მოგზალებული ესეთი. ისე მოგზალებულია წარმოიდგინე, ხო, მაგრამ რაღაც არა აი ესეთი რომ არ უნდა საერთოდ ზოგი არის რომ არ უნდა ესეთ ფაშფაშა კაბები. ეს თეატრი ხუდია? ეს ხუდია. ეს შეტოროლა. და რომ დავიხურო ხო წალე ხუდი. მაგრამ შემგონი არ მოხდა აი აქედან. ზერ მანიკენზე გაგეხები. მე მაქვს დიდი თავი. მიხდება? ამის პიჯაკს სახელმწიფოში გაჩვენეთ, საკალდავას თუ გადავართ. გადავართ. დილამშვიდობისა ყველას ეთერშია ტოროლა. და მე ამ ქუდით ვივლი ამიერიდან. შო. ხდება რა? მაშ ასე დილამშვიდობისა ყველას ეთერშია ტოროლა და ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით დღეს მარინა ხორავას სახელოსნოში და ვათვალიერებთ რა ხდება აქ დილას. მე მგონი პრინციპში დიდი განსხვავება არ არის აქ დილას რაც ხდება სახამშოც ის ხდება, მაგრამ მაინც აი ხა ეს სამუშაო ნაწილში შემოვედით მე ახლა. ჩვენ ახლა გამარჯობა დილამშვიდობისა. როგორ თანდებით? ხომ კარგი დილა გაგითენდათ? ძალიან. თქვენ პროფესიით კერავი ბრძანდებით? მე კონსტრუქტორი ვარ. თქვენ ჭრით? კი, თავმჭრით, თავმკერავ. საკმაოდ ძლიერი კონსტრუქტორი. ძლიერი კონსტრუქტორი. ჩვენ, ასეთ საკერავ მანქანაზე მე არ მიკერია არასოდეს. ეს სერიოზული მანქანა რა გაკეთებს? ანუ
საბჭოთა მანქანა და როგორც ყველა საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნაწარმი, ესე ვთქვათ, არის საკმაოდ ძლიერი. ძლიერი და სერიოზული. ესეთი ავერლოკები რო არის, იმასაც აკეთებს? ეს არის ავერლოკის მანქანა? ეს არის ავერლოკი. ძნელია ამასე კერვა? შეგერა და ნახო. შევკერავ ეს ამას შევკერავ. სანამ აქ ვარ ამას შევკერავ. და თქვენ ვინ ბრძანდებით? თქვენ და ესე დაყოფილია რა დავუშვათ ერთი ჭრის მეორე კერავს მესამე ანუ კონსტრუქტორი ჭრის კერავი კერავს მაგრამ როცა უფრო საპასუხისმგებლოა და თქვა უფრო რთული მოდელია კონსტრუქტორს შეუძლია შეკეროს ანუ უკეთესად გასაგებია მოკლედ ყველაფერი გამარკვიეთ აი ეს რა არის ეს რა არის უირეკეა მე მოყავს პარკები და დავიწყო შეიძლება რომ გქონდეს ის ბაზრობას მიხდება ესე წავიყვანეთ ჩავიხედეთ რომ ის არ კარგა ძალიან მოწება რა რაღაც იმას ყავს სინდი მაუპერს ესე ციუღები ნამიმყარა ой, кайია, მომწონს ესე ვიხო ესე. მას ასეც ვიქნები. ჩემპიონერა. თქვენ მაესტროში მუშაობ? არა, გეკონსოლე. გეშლებით არა ნაკი. ეს კალე მე მგონი მაესტროში მუშაობ. გეშლებით. შეცვლა გავხართ. მე დიზაინერი ვარ, რა მქონია ჟანა პოლკოცია. ჟანა პოლკოცია? დასასწრაფო. კონსტრუქტორობაში თქვენ ცერკვებით? არა, კონსტრუქტორობაში ვერ დავიფარა. გასაგებია. და თქვენი ჰობი ხომ არ არის მაესტროში მუშაობა? ჩემი ჰობია მაესტროში მუშაობა. ეს არის ჩვენ თანამშრომელი სხვათა შორის ტელემაყურებლება. მე მგონი ყველა კარგად იცნობთ მას რეალურში. არ არის. ხო, მოკლედ ძალიან საინტერესო ხალბატონია ესე ზოგადად. ეთერშია ტოროლა და თქვენ შეგიძლიათ ახლა ნახოთ კლიპი. ესე იგი მე მინდა გითხრათ ახლა რომ დედაჩემმა ჩართოს ტელევიზორი და დამინახოს თავში ხელს შემოიტყავს ეს რა უქნია ჩემ შვილს თმები რა ფრად შეუღებია და თან დაუხვევია მაგრამ ხო შევიღები და დავიხვიე ხო მიხდება ესე იგი რა დედა მოკითხა რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ აქ რა ვიცი რა გავაკეთოთ აგინა მე შენზე გავაკეთოთ ჩემზე გავაკეთოთ კარგით. რა უნდა მქონდეს პრინციპი საწინააღმდეგო. მაგრამ მე ზომები უნდა ამიღოთ მაშინ. ხო, ზომები მაშინ. აიღოთ ზომები. ძალიან კარგი გადაცემა ტოროლა მაგიარებ. ახლა როგორ მე მეღუტუნება ხოლმე ზომებს რომ მიღები. მაგრამ დაბალ წელზე ალბათ რა? რა. დაბალ წელზე. 90 წელი. ჩემი სიკვდილი. ხმამაღალ მაინც ნუიზახით. ეს დაბალ წელზეა, წელი ხომ არა. ხო, დაბალ წელზე წელი არ არის. თეძო. ისე ვარ 90, 60, 90-ზე. შემობრუნდა. მართლა ვერ ვარ. ანუ სიგრძე აცკაცია? არა, ეს ჩემი შარველი ძალიან გრძელია დამთრევს. არა, ეგია ტაკაბი. ხო. რა მომდა შემიკეროთ? ვამბობ მე კარგი გადაცემაა ტოროლა თქო. შო? შო ისა ვართ? ესენი არა, ზუბეები გადაცემა. მე მოგტურება. გემა კონსი ჩი. მე ხო შევაფოტო. შენ გავაკეთე. აი რასაც მართლა ჩაიწვი. რაღაცით გავაწყოთ ან აპლიკაცია. არა, შემოთავაზებ. თვითონ კლიენტი ვარ ახლა მოსი. ხო, თვითონ კლიენტი ხარ. ის შემოთავაზებაში გიწევთ. ახლა მე არ მინდა სადაშარველი გეცოს. ანუ
როგორც მოდელები ასეულებ მოდელები გავიხარებ დღეში ვერც გაგიტარებ 2 საათში მაგრამ რაღაცა საი გაგიწყობ რაღაცა ძალიან მიყვარს მე ესეთი გაწყობილები გავაწყობ ანუ შენ თვალზე რაც გინდა ერთად გავაკეთოთ შენ თავაზებს შემარჩი რა კარგია ეთერშია ტოროლა რა კარგი ფენთ აქ რომ მოვედით მოკლედ ტოროლა ეთერში და თქვენ თუ გსურთ რომ რამე შეგიკერონ და მომბაძოთ მე და ტოროლა დაიყვანოთ შენერი ტილოა ძალიან კარგი ტილოა ოდიცი როგორ გავაკეთოთ რაღაცა ქართული შარვალი მიყვარს ძალიან ასე დავარდნები და ისმით შევკრათ რაღაც ესე დაბალწელზე და ესეთი დავარდნები და განიერი რაც შეიძლება ანუ თუ მოგწონს ძალიან მოგწონს გავაკეთოთ ზომები აღებულია მაშინ ჩვენ იქით წავიდეთ და თქვენ აქ მგონი ჩემთაც კარგად გაართმევენ თავს. ჯერ იგი ამათ ახს მოვითავებ მე და მე შემოვალ. აჰა. მეჯვარებს, აი უფრო ახალგაზრდებს, ტინეიჯერებს უყვართ ჯინსი. ხო, სწორია? კი. ხოდა, ძალიან თხოლმა როცა მოდიან ჩემთან საბანკეტო კოსტიუმისთვის, მე მათ რასაც ვთავაზობ, ну, ხშირ შემთხვევაში ეს ამართებს, რასაც ვთავაზობ, ანუ ჩემს სტილს. მაგრამ ხშირად მაგ ესეთი იმადგა მაქვს შემოთავაზება რა ჯინსი. და ამიტომ გადავწყვიტე, მოკლედ კონკრეტულად, ეს ჯინსი იყოს ჯინსი, მაგრამ რაღაც უფრო ესეთი ორიგინალური სახე მივცეთ. ანუ, მოდი შევძე. რაღაც ესე. აი, და ეს ბიჭო. როგორ ნუ რადგანაც ახლა ეს სახამოს ჯინსი ესე ვთქვათ, სახამოს კაბის მაგილობას. ეს პლუშის პიჯაკთან შეგვიძლია ჩავაწვოთ საერთოდ. ამ თვას უხდება ძალიან მე. მოდი ჩავიცვე. ჩაიცვი მოდი. და მე ერთი პრინცესის ტასის მასხო ჩამაცვევთ. ეს ხო ჩავიცვა. ეს ხო ჩავიცვა. ხო, აუცილებლად. ირა ხო გაგვიბრასდება. კარგი, გამოსასვლელში ვერ შევიყვან ტოროლას, მაგრამ მე გამოვალ მალე. უი, რას ვაღებდი? ამას ვაღებდი. ესე გამოსვლა პირველი. ეხლა მე ვარ ეს მე არ ვიცი როგორ დადიან მოდელები, რაღაც უაზრო ტიპები მას. ვილეავი ბეოდრემე. აი, ნახეთ როგორ მიხდება. ანუ ეს არის პლუშის შარვალი ჯინსისთვის. ესე იგი, მარვით, მე უნდა დავიწყო ფოტომოდელობა. ეს რა ორიგინალური კაბაა? ძალიან ისეთია, სექსუალური. მეჯვარისთვის განკუთვნილი. ეს მიკერებული არა? არა, ეს ლიფია, გადავაკარით ეს ნაჭერი რაც მქონდა. ეს შევკეთეს პლუში გავაკეთეს ფოტოშოპს 95 ქონდა მეტრში ჩვენ. და იქ ქონდა პლუშების კოლექცია გადაიღე. მაშინ ძალიან გავუკეთე პლუში რა. პლუშის მარტო დათობი იცოდი. დათობინი ფუკი. რაღაც ესეთი, როგორც გერმანიუროძე თქვა, მაშინ ესეთი პაჭკები, ესეთი გარი პაჭკები. ეს პაჭკებთან კაცებს ძალიან მოწონდა განსაკუთრებით თავის ხორებად, რომ უყურებდნენ ქვემოდან ზემოთ, ხო? ეს ატლასია ასევე გაწყობილი. ისე არიან ადამიანები, რომლებსაც ესეთი ისინი მოწონთ ხოლმე. ტანსაცმელი რაღაც თეატრალური ასე ვთქვათ და ვცდილობენ ხოლმე რომ ეს არის თანამედროვე, თან რაღაც თეატრალური. ხო, სწორია, ესეთი აი გათანამედროვებული. კი, ატლასი პლუშთან და ვთქვათ აი ესეთი ორნამენტი. ბარია, როგორც ასე ვერ გასიმეტრიას, ვერც ცხოვრებაში პრაქტიკული ვარ. და აქედან გამომდინარე ეს სახში ყველაფერი ასიმეტრიული გააქვს? ასიმეტრიული მაგ ინტერიერი. ესეთ დაწემყავდა მე. ხო რა. და ეს ვიდეს მაგდო საინც მოეწონა ჩვენს ოპერატორს ხათი შორის უბრალოდ სამწუხაროა რომ მას თავი არა აქვს და ამიტომაც ის მომცად ნაკლებად და არც ფეხები. ამიტომ ნაკლებად პრაქტიკულია. კარგი, ესე იგი აქ აი ასე მინახავს ეს ვარდებიანი კაბა. როგორ ვარდებია? ეს რომანტიული პატარძლების კაბაა, ხო?
ნახები თავისი ქუდით, ოღონდ ხელი არ მახდოთ, იმიტომ რომ გამაგრებული მაქვს. ხო და ესეთი აი ამ სტილი, აი ეს სტილი, აი ხო არის სტილი, რაღაც უფრო გაშვებული ესეთი კაბა, თქვათ კარკასებით. უფრო რაღაც მასშტაბური და ნუ ეს ცოტა სხვანაირი რაღაც სილუეტი შევცვალე, ეს უფრო გაფთარი პატარწილისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც ეს მოუხდება და რაღაც ეს უფრო საინტერესოა. ეს როგორი კაბა იცით? ბავშვობაში თავშობდით რაღაცებს ერთმანეთს ვაჯიბრებდით ხოლმე იდეებს და მეც როგორი კაბა მინდა მქონდეს ეს ვარდისფერი და ფაშფაშა და ვარდებიანი. აი ეს სხვა სტილის არის კიდევ. ანუ სილუეტი სწორია, მაგრამ ძალიან ისეთი მოგრძელებული რო არ ყოფილიყო, ასე ხელით გამშევარი, ეს უნდა კარგია მთელი კორსეტი. გავაკეთე რაღაც სწორი სილუეტი, მაგრამ გვერდიდან წამოვიდეს და ესეთი ორგანიზაცია. მუშაობთ თქვენ ფაქტიურად. არა, ვისვენებთ. ძალიან აქტივდება. აქტივია. ეს უკვე ესეთი ის კლასიკური საქორწილო კაბაა, ხო? ეს კაბა, ეს ხელით აქ ძირითადად ქვეშრები აქვს. აი, კარკასი. კარკასია. აი უამრავი. ერთი დღე უნდა აიტანო სხვადასხვა რაღაც. და მეცით რა მეინტერესებს, აი ქორწილის დროს ის კარკასიანი კაბით როგორ ცეკვავენ? ძალიან მშვენივრად კარკასი არანაირი მსუბუქია და იკეცება. შემიძლია ეს კარკასი აი ამ ზოლზე დავკეცო. ანუ ძალიან ახალს რომ ეცეკვები მე ეს იღულება. შეულებრივ არანაირი პრობლემა ეს ძალიან კარკასია. ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო თქვენ ქორწილში რომ მოხვდით დღეს. ქალბატონო პატარძალო. ბედნიერებას გისურვებთ ქალბატონო პატარძალო. აი ხელით დამუშავარი კორსეტი. აბსოლუტურად აი ხელით. ეს იგი მე ახლა ჩავიცვე საპატარძლო კაბას და ძაღალ საქმროს საშუალებლად. ტორლა ეთერში მე შეგახსენებთ რომ ჩვენ დილა დავიწყეთ მარინა ხორავას სალონი დავარქვი მე ასე. სალონი სახელოსნოში სადაც იკერება ტანსაცმელი. და მე მგონი ეს პატარძლებს ასეთ ვარცხნილობა არ აქვს ხოლმე, ამიტომ ამას მოვიხსნი. ეს უფრო დისკო ვარცხნილობა, ამას მეც გავაკეთე თქვენ შეგეშინოთ, მაგრამ მე ახლა ჩავიწყებ და გამოვალ ერთ წუთში. მარინა ტორლა ეთერში პირველად მიყვარს ტორლა. ესეთი რა ვიცი. არა, ეს გავიშლო. ეს რა. ზემოდან რა ჩავიცვა რამე კიდე? შეგოგახო თუ კიდე გადაიგდეს. დაპატიჟებურები ხარ ჩემ ქორწილში. მეორედ ვიხდი ქორწილს. აქედან მივდივარ პირდაპირ კონკაში. Всё? წავიდე ახლა მე? ჩავიცვა ზემოდან და ესე გადადები. ყოველთვის მეც მანეკენ. აი ასე. ხო შეიძლება გარეთ გავიდე ამ კაპით. აი ამანეკეს მაინც არ ვჯობი ვარ, თავი მაინც მაქვს. ის ჩავიცვა კოსპიჭა, კი? მოკლედ პირველად მიყვარს ტორლა ესეთ ექსტრემალურ ვითარებაში. ანუ კარგი გაგებით ექსტრემალურ. Всё? Повар кукла. Წავედი ახლა მე სასიზოს ვიპოვე. და ხო არ ვიწევ მითხარი. უკვე ეძებ სასიზოს. ვეძებ სასიზოს. ჩემს არა ოღონდ. ზოგადად იდეაში. აბა წავედით. ხალხს ეგონებ რა გავგიშდი. მეც მე გავახორ და გამოდეთ კაცი. წავედი. მოკლედ ეთერშია ტოროლა,
ყველას მოგესალმებით. მე გადავწყვიტე რომ ტოროლაზე გადაღებებზე ასე გამოწყობილმა ვიარო ხოლმე და თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ რასაკვირველია ეს ძალიან კარგი გამოგონება. მოდი ამ კაცს გავესაუბროთ. ვითომ არაფერი, ვითომ ჩვეულებრივად მეცე. გამარჯობათ. არ გნებავს ჩემთან საუბარი, ძალიან სამწუხაროა. აი ამ ბიჭებთან მივიდეთ. გამარჯობათ ბიჭებო. რა იყო გეშინიათ ჩემი? ცოლად კი არ მოყვებით რა იყო? რა ქვიათ? ვანი. როგორ? ვანიკო, უკაცრავად. და გსხვენიათ ჩემთან საუბარი ვანიკო? არ უნდა, იმიქ შემოვძრე ახლა. მე მგონი საცობი არ მინდა. კარგად იყავით. ოფ, ეხვეწე კიდე რა. აი ჩავიდეთ, იქამდე? ჩავიდეთ. დავით, მინდა? აი არ მინდა მე მგონი ფუდი. თუ ხდება მაგას თმაერი. ხო, არ უშვებს. აი ქამდე ჩავალ და ამოვა. თქვენ თუ დილას ადრე გაიღვიძებთ, გაქვთ შესაძლებლობა რომ დამინახოთ მე ქუჩაში ასეთ ფორმაში მომავალი. გამარჯობა. როგორ დანდებით? ჩვენ გადასარევად. აქედან პირდაპირ მივდივართ მაჩის ბიუროში. ჩვენიერია. ასე ქუჩაში ტოროლას რომ დადიხარ და იღებ თან დილას მართალია ხალხს უყვირს. მაგრამ ჩვენ გადამკიდე მე მგონი უკვე აღარავის არაფერი აღარ უყვირს. ნახე როგორ მიყურებენ მანქანები და ჰელო. ხალხი განცვიფრებულია. სანამ მე იქ ჩავალ, თქვენ კლიპი ნახეთ.